სინდისის პატიმრების, პოლიტპატიმრების ამბავი გადაიქცა, მე მგონი, ჩვენი ბრძოლის არ ვიცი, ყველაზე ძლიერ თუ ყველაზე სუსტ წერტილად, ხო, რაღაც მთავარი ამბავია, რაც მოხდა ამ ხანში საქართველოში. მთავარი ამბავია, იმიტომ რომ არის სრულიად უპირობო უსამართლობა. ისეთი უსამართლობა, რომლის შეფუთვაც კი არ ცადა ხელისუფლებამ. ეს მე მგონი მაჩვენებელია, რომ ასე ვთქვათ, რაღაც ძველი საბჭოთა ისტორიისგან შეთითხნილი საქმეებიც კი არ არის ფაქტიურად, არამედ ეს არის თითის დადება ადამიანებზე იმისათვის, რომ გაჩვენონ, რომ ყველანი შეიძლება ვიყოთ იქ. მზია ამაღლობელი ამდენი ხანია ციხეშია. ეს ნეგატიური მოვლენა, რომელიც გრძელდება, იმასთან შეგუება წესით არ შეიძლება. ჩვენ წესით მოგვეთხოვება, რომ აი დღეს ისეთივე სიმწვავით შევხედოთ ყველაფერს, როგორც ეს რომ მომხდარიყო დღეს დილას ან გუშინ. აი შეჩვევას აუცილებლად უნდა შევეწინააღმდეგოთ და ჩვენ თვითონ უნდა ვკითხოთ ყოველდღე ჩვენ თავს, აი რამდენად მონაწილეობთ ამ სიყალბეში და ისეთი ადვილი იქნება ერთ დღეს ყველამ რო თქვას, რომ არ შეიძლება ესე ცხოვრება, არ შეიძლება, ჩემთვისაც ცუდია, პრაგმატულიც არ არის, ხო ეს ყველაფერი ხო ძალიან ჩიხისკენ მივყევართ და ნამდვილად მგონია, რომ აი რაღაცა მომენტი დადგება, როდესაც უცებ ყველა ერთად მივხვდებით, რომ შეუძლებელია, რომ საქართველოს აი ესე სუნთქად გაითელოს. რასაც დღეს აკეთებენ ქალების მიმართ, პატიმრების მიმართ, აი იმდენს აკეთებენ, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენონ. აი იმ დროში იყო გადასახლება, დახვრეტა, 10 წლით მოწყვეტა და ადამიანის დაპატიმრება საუკეთესო შემთხვევაში 10 წლით. ეხლა ეს არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაინერგოს ეს შიში. ესეთი დამკვიდრებული თეორია უკვე რომ შეიძლება ისტორიიდან გამოიტანო, ასე ვთქვათ, დადებითი დასკვნა და შეიძლება სწორედ ის შიში გადმოხვეს საზოგადო. აი ხა ექიმები, რა ვიცი, ყველა ექიმა, პირობითად ყველა ექიმა კაბინეტი რო დახუროს და დააწეროს განთავისუფლეთ გიორგი ჩახუნაშვილი, მე მგონი საღამოს ის თავისუფალი იქნება. არაფერი იმ ყველა ექიმს არ მოუვა. შეუძლებელია საერთოდ ბევრ ადამიანს რამე მოუვიდეს ერთად. საკმარისია იყო ბევრი და ყველაფერი გამოგივა და როგორ შეიძლება ადამიანი იგუებოდეს ასეთ კორუფციას? აი უსამართლობა რო გადავდოთ, ვერ გადავდებთ პირველ ადგილზეა, მაგრამ ასეთ ადამიანის სრულიად რომელიღაც მეათასე პლანზე გადაყვანას. ამდენი ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ესეთ რაღაცნაირ სრულიად თავმოყარეო გამდიდრებას. ამიტომ მგონია, რომ არ შეიძლება რომ სწორედ აი ეს ევროპის კარი არ გააღოს თვითონ ხალხმა. აი ესე პატარა სულ პატარა ცეცხლივით რომ ვიარსებებთ დიდხანს, მგონია რომ ის რაღაცა აფეთქებაც მოყვება ამ ყველაფერს.